გამარჯობათ. ჩვენი კურსის სახელწოდება არის თერგდალეულები და რა თქმა უნდა, ჩვენ გავეცნობით 19 საუკუნის 60-იანი წლების ქართულ მოღვაწეთა შემოქმედებას, მათ ბრძოლას საქართველოს თავისუფლებისათვის, რუსეთის კოლონიური რეჟიმის წინააღმდეგ, კოლონიური პოლიტიკის წინააღმდეგ და ამავე დროს 19 საუკუნის განსაკუთრებით მეორე ნახევარში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, რომლებიც სისხლძარღვ გავლენას ახდენდა საქართველოსზე, ქართულ მოსახლეობაზე, რადგან ის მთელი 19 საუკუნის მანძილზე 1917 უფრო ოფიციალურად კი 18 წლამდე იყო ამ იმპერიის შემადგენელი ნაწილი. პირველ რიგში პირველი ლექცია, ჩვენი დღევანდელი ლექცია შეიძლება მომდევნოც არის შეხსენება ან გაცნობა თქვენთვის იმისა თუ რას წარმოადგენდა რუსეთი 19 საუკუნეში, ანუ რა ზემოქმედებას ახდენდა რუსეთის კოლონიური პოლიტიკა ქართულ მოსახლეობაზე და საქართველოში მცხოვრებ ზოგადად ადამიანებზე და როგორ უპირისპირდებოდნენ ქართველები ამ კოლონიურ პოლიტიკას, რა საფრთხეებს ქმნიდა რუსული მმართველობა საქართველოსთვის 1801 წლიდან მოყოლებული. პირველ რიგში ჩვენ ალბათ უნდა დავიწყოთ ჩვენი დღევანდელი ლექცია 1801 წლის მანიფესტით, რომელთაც აღმოსავლურ ქართული სახელმწიფო, ქართლ-კახეთის სამეფომ არსებობა შეწყვიტა და სულ მალე 1810 წლიდან იგივე ბედი გაიზიარა უკვე დასავლურ ქართულმა სახელმწიფოებრიობამაც იმერეთის სამეფოს სახით. მანამდე მე შეგახსენებთ მხოლოდ იმას, რომ 1800 წელს გარდაიცვალა ქართლ-კახეთის ბოლო მეფე გიორგი მე-12 ხელისუფლებამ რუსულმა, რომელიც უკვე ფაქტობრივად განაგებდა სამეფოს უფლება არ მიცა მეფობის კანდიდატებს თავი გამოეცხადებიათ ქართლ-კახეთის მეფედ და მომზადდა ნიადაგი 1801 წლის მანიფესტისათვის. ეს მანიფესტი პირველად გამოსცა პავლე პირველმა იმპერატორმა, მაგრამ 1801 წლის მარტში გაზაფხულზე, მაგრამ მალე ის შეთქმულებმა მოკლეს და მის ნაცვლად ტახტზე ასულმა ახალმა იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა სულ რამდენიმე თვეში პრინციპში ალექსანდრე პირველის მანიფესტი კი ქვია ამას, მაგრამ დაამტკიცა, განაახლა პავლე პირველის მანიფესტი. ამ მანიფესტის მიხედვით ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთება ცხადდებოდა ქართულ მოსახლეობაზე ზრუნვად, დიდ სიკეთედ და თვითონ ეს ტექსტი მანიფესტისა ძალიან კარგად გვამცნობს იმას, თუ რით ხსნიდა ხელისუფლება ფაქტობრივად აღმოსავლურ ქართული სამეფოს გაუქმებას. არა ძალთა შემატებისათვის, არა ანგარებისათვის, არა უამისოდაც ქვეყანაზე უდიდესი იმპერიის გაფართოებისათვის ვკისრულობ ჩვენ საქართველოს სამეფოს მართვას, არამედ მხოლოდ ღირსება, პატივი და ადამიანურობა გვაკისრებს ჩვენ წმინდა მოვალეობას, შევისმინოთ ტანჯულთა ვედრება და მათი ჭმუნვის გასაქარველება დავამყაროთ საქართველოში ისეთი მმართველობა, რომელსაც შეუძლია განამტკიცოს მართლმსაჯულება, პირადი და ქონებრივი უშიშროება, ყველას გადააფაროს კანონიერების კალთ. ეს არის ამუნარიდი მანიფესტის შესავალი ნაწილიდან და ამ შემთხვევაში ჩვენ შემდეგ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რამდენად გულწრფელია რუსეთის ხელისუფლება, როდესაც აი ასეთი მისიით, კეთილშობილური მისიით ნიღბავს თავის მოქმედებას. სინამდვილეში ჩვენ ვიცით, რომ სულ სხვა შედეგი დადგა. სინამდვილეში ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის ხელისუფლებას არა მართლა ტანჯულთა ვედრების შესმენა ჰქონდა განზრახული, არამედ მისი იმპერიის გაფართოება და კონკრეტული კოლონიური ინტერესი ამოძრავებდა როგორც ქართლ-კახეთის, ისევე ზოგადად ამიერკავკასიის მიმართ, მაგრამ თვითონ ტექსტი მანიფესტისა ამ ფორმით, ამ შინაარსით ნიღბავს
ხელისუფლების გადაწყვეტილებას გაეუქმება. დაერღვია ყველა ის ხელშეკრულება, რაც აქამდე გაფორმებული იყო ქართლ-კახეთის სამეფოსთან, ფეხქვეშ გაეთელა ქართველი ხალხის ინტერესი, რომელიც უკავშირდებოდა არა თავისი სამეფოს რუსეთის ერთ გუბერნიად ქცევას, არამედ თავისი სამეფოს გაძლიერებას და სინამდვილეში განეხორციელებინა ისეთი აქტი, რომლის მსგავსიც ჩვენს ისტორიას ცოტა ახსოვს, ჩვენ გვახსოვს ალბათ ძალიან ბევრი დამპყრობელი, რომელიც ზარმაზარ რომელთა შემოსევები, რომელთა დამპყრობლური პოლიტიკა დიდ ტრაგედიად იქცეოდა ჩვენთვის, მაგრამ ცოტამ თუ შეძლო ქართული სახელმწიფოებრიობის სრული ლიკვიდაცია. ის რომ შენ რომელიმე სახელმწიფოს, რომელიმე იმპერიას, გინდა ოსმალეთისა, გინდა სასანიდური ირანისა, გინდა არაბეთისას და ასე შემდეგ ემორჩილები ხარკს უხდი, მის სასარგებლო ჯარი გამოგყავს, ის რომ შენს მეფეებს სხვა ქვეყნის სულთნები თუ შაჰები ამტკიცებენ მეფეებად, ეს რა თქმა უნდა მეტყველებს იმაზე, რომ შენი სახელმწიფოებრიობა ძალიან დაკნინებულია, ძალიან დასუსტებულია, რომ შენ ხარ დაქვემდებარებული დამპყრობელზე, მაგრამ მაინც ეს არ ნიშნავს სახელმწიფოებრიობის სრულ ლიკვიდაციას. ამ შემთხვევაში რუსეთმა 1801 წლის მანიფესტით განახორციელა ქართული სახელმწიფოებრიობის, ყოველ შემთხვევაში ქართლ-კახეთისა და როგორც თქვით 1810 წლიდან უკვე იმერეთის სრული ლიკვიდაცია და მისი პირდაპირი მიერთება თავისი იმპერიისათვის. ჩვენ კიდევ დაუბრუნდებით გზადაგზა ამ საკითხებს და კიდევ ერთხელ ალბათ დავრწმუნდებით იმაში, თუ რა განსხვავებაა თუნდაც დაკნინებული სახელმწიფოს არსებობასა და მის სრულ ლიკვიდაციას შორის. რაც შეეხება სხვა მოხელეებს, რუსეთის იმპერიის და დიდ მოხელეებს, ისინი ალბათ უფრო გულწრფელნი იყვნენ, როდესაც ქართლ-კახეთის სამეფოს შეერთების ნამდვილ მიზნებზე, ანუ რუსეთის იმპერიის ნამდვილ ზრახვებზე საუბრობდნენ და ჩვენ შეგვიძლია ბევრი ასეთი ამონაწერი, ამონარიდი მოვიტანოთ, იმიტომ რომ ბევრს აქვს შესაბამისი, ვთქვათ, გამოთქმები თუ რამდენად აუცილებელი და საჭიროა იმპერიისთვის კავკასიაში გაბატონება, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი ეს გახლავთ რუსი დიდმოხელე მუსინ პუშკინი, რომელიც აი ასე ასაბუთებდა ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების აუცილებლობას, რა თქმა უნდა, არა აქაური ადამიანთათვის, არამედ რუსეთისათვის. პირველი პუნქტი მუსინ პუშკინის მოხსენებიდან არის ის შეხსენება იმისა, რომ ქართლ-კახეთის სამეფოს შემოერთებით ჩვენ შემოვიერთებთ ბუნებით მდიდარსა და უხვ ქვეყანას. კომენტარი ზედმეტი არის, ამ შემთხვევაში ეს მდიდარი და უხვი ქვეყანა სასარგებლო იქნება მისი შემოერთება ბუნებრივია რუსეთისათვის, რათა მას უფრო მეტად შეიძლება თავისი კოლონიური ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელება და თუ რაში შეიძლებოდა ეს გამოვლენილიყო, ამაზე ქვემოთ გვექნება საუბარი და მთიელებსავლაგმავთ და ამით კავკასიის ხაზს დავიცავთ. ამასაც შევეხებით ჩვენ თავის დროზე, თუმცა ალბათ გაკვირთ, იმიტომ რომ ეს მაინც მე-19 საუკუნის პირველ ნახევარს უფრო უკავშირდება, მაგრამ აქ მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ მთელი მე-19 საუკუნის პირველი ნახევარი კავკასია და ჩრდილოეთ კავკასია რუსეთისათვის იყო დაუძლეველი ფრონტი, ჩრდილოკავკასიელი მოსახლეობა ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერი მათი, თქვათ, შამილი არის, იბრძოდა რუსული მმართველობის წინააღმდეგ, იბრძოდა დაღესტნის, ჩეჩნეთის, ჩერქეზეთის და ასე შემდეგ ხალხების თავისუფლებისათვის. დაახლოებით 60 მეტი კიდევ წლის განმავლობაში რუსეთმა ვერ შეძლო ამ ტერიტორიებზე საკუთარი კონტროლის დამყარება და ერთ-ერთი ფაქტორი, რასაც უნდა ხელი შეეწყო რუსული მმართველობის იქ გასამყარებლად, რა თქმა უნდა, იქნებოდა სამხრეთ კავკასია, ანუ ალყაში მოქცევა ჩრდილოეთ კავკასიელი მთიელებისა, მათთვის ყველა იმ გზის გადაკეტვა, რითაც ისინი შეძლებდნენ
ვთქვათ, ოსმალეთთან თქვათ დაკავშირებას, ოსმალეთი იმიტომ ახსენე, რომ ოსმალეთი გარკვეულ მოკავშირეობას უწევდა ჩრდილო კავკასიელებს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში და რა თქმა უნდა, გამოირიცხებოდა ჩრდილო კავკასიელთა კავშირი სამხრეთ კავკასიელებთან, რომლებსაც ასევე ემუქრებოდა რუსული მმართველობის დამყარება და კი გითხარით კიდეც, რომ 1801 წლიდან ეს მმართველობა გეგმაზომიერად მყარდება როგორც ქართულ ტერიტორიებზე, ისე სომხურ, დღევანდელ აზერბაიჯანულ სახანოებზე, უпростоრად დღევანდელ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და წინათ ეგ სახანოების სახით იყო წარმოდგენილი. სხვა ინტერესიც ჰქონდა ბუნებრივია რუსეთს, რომ შეიქმნება ფართო ასპარეზი სპარსეთთან და თურქეთთან ვაჭრობისათვის და ეს ქვეყნები წარმოადგენდნენ საკმაოდ საინტერესო პარტნიორებს, სავაჭრო პარტნიორებს, ერთი იმიტომ, რომ საკმაოდ დიდი ტერიტორიებია მრავალრიცხოვანი მოსახლეობით, საკმაოდ დიდი ბაზარია, ასე თქვათ, რუსული წარმოებისათვის. მეორე მხრივ, იქ ეკონომიკა საკმაოდ ჩამორჩენილ მდგომარეობაში იყო და თუ რუსეთი ოდესმე მოახერხებდა სამრეწველო განვითარებას, რუსეთის სამრეწველო პროდუქციის გასაღებისთვის, ეს ორი აღმოსავლური და დიდი სახელმწიფო, რა თქმა უნდა, მიმზიდველი იქნებოდა. კიდევ სხვა მეოთხე პუნქტიც ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო რუსეთისათვის, რომ რუსეთს საშუალება მიეცემა აღმოსავლეთიდან დაემუქროს როგორც თურქეთს, ისე ირანს, ანუ საქართველოს კავკასია იქცევა პლაცდარმად, სამხედრო პლაცდარმად რუსეთის აღმოსავლური პოლიტიკის განხორციელების თვალსაზრისით და ეს აღმოსავლური პოლიტიკა არ დაწყებულა 1801 წლიდან, ის ცოტა კი არა, 18 საუკუნიდან მოყოლებული რუსეთის საგარეო პოლიტიკაში საკმაოდ აქტუალური თემაა. რუსეთს ნაკლებად შესწევს უნარი ირანს პირდაპირ დაუპირისპირდეს. ასეთი მცდელობა ჰქონდა პეტრე პირველს და საკმაოდ კრახით დასრულდა ისე, რაც შეეხება ოსმალეთს, მასთან რუსეთს ორმხრივი ინტერესი აქვს, ერთი რა თქმა უნდა კავკასია გამოგლიჯოს და კავკასიაში მისი გავლენები აღკვეთოს და მეორე ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მცხოვრები სლავი მოსახლეობა გაანთავისუფლოს ოსმალთა იმპერიისაგან და თავისი გავლენა დაამყაროს იქ. ჩვენ ამ თემაზეც სხვადასხვა კონტექსტში გვექნება საუბარი. და რაც მთავარია, ქართლ-კახეთის შემოერთება რუსეთს საშუალებას მიცემს შემოიერთოს იმერეთის სამეფო. ანუ აქ გულწრფელი აღიარება იმისა, რომ რუსეთი მარტო აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობაზე ზრუნვით არ დაკმაყოფილდება, როგორც ეს მანიფესტში იყო ნათქვამი და ის თავის ზრუნველობის კალთას სინამდვილეში კი დამპყრობლურ პოლიტიკას განახორციელებს დასავლეთ საქართველოშიც. ასე რომ თუ ჩვენ შევადარებთ ალექსანდრე პირველის მანიფესტსა და მუსინ პუშკინის ამ პუნქტებს, რომელიც სრულად შემონათვალე ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ სხვა მიზნებზეც არის ამ დოკუმენტში ამოხსენებაში საუბარი, მაგრამ ძირითადად მაინც დაჯგუფებული სახით აი ამ 5 პუნქტით ჩვენ ეს წარმოვადგინეთ. ძალიან ცხადი გახდება, აშკარა გახდება, რომ მანიფესტის შინაარსი და აი ამ მოხსენების ეს პუნქტები ერთმანეთს აბსოლუტურად სცილდება, თუ ერთგან ზრუნვაზეა საუბარი, მეორეგან წმინდა კოლონიურ ინტერესზე, იმპერიის კოლონიურ ინტერესზე, თუ რომელი უფრო სიმართლეს ამბობს, თუ რომელი ნაკლებად შეიცავს ტყუილს, მე მგონი ამის მსჯელობა აღარც არის საჭირო. 19 საუკუნის რუსულმა მმართველობამ საქართველოში დაადასტურა, რომ მანიფესტის ის დებულებები, სადაც ხალხზე ზრუნვაზე იყო საუბარი, იყო აშკარად სიყალბე.